ონლაინ გამოწვევის გამო ერთმა მოზარდმა 3 პაკეტი უმის სწრაფი მომზადების ნუდლი, ლაფშა, ან უფრო გასაგებად მაკარონი შეჭამა. კუჩი მოხვედრის შემდეგ მშრალმა ლაფშამ დაიწყო ორგანიზმის სითხეების შეწოვა, სწრაფად გაიზარდა ზომაში და მყარ მასად გადაიქცა, რამაც ნაწლავები ჩაუკეტა. ბიჭს უეცრად დაეწყო ძლიერი მუცლის ტკივილი და ღებინება, მაგრამ მას საიმდენად დიდი და შეკრული იყო, რომ უკან ვეღარ ამოიღო. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს ისტორია შეძლებისდაგვარად გამოვიკულიე. მოხდა 2025 წლის აგვისტოში, კაირო, ეგვიპტეში და ბავშვი ამ ისტორიაშიც რატომღაც 13 წელს იყო. ალბათ ეს ის ასაკია, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სიფრთხილე. გამოუცდელობის გამო ბევრი არასწორი არჩევანი კეთდება. ფოტოზე ეს ლაფშაა, ზედაწერია, რომ სწრაფად მზადდება, რაც ალბათ ერთ-ერთი მიზეზია მასის სწრაფი წარმოქმნის, მაგრამ რაოდენობრივად 3 პაკეტი ძალიან ბევრია. პირველ რიგში არ უნდა ჭამო ბევრი არაფერი, მით უმეტეს საკვები, რომელიც მოცულობაში იმატებს. ზომაში იმატებს უმი ბრინჯიც. თუ ვინმეს უმი ბრინჯი ნიჟარაში ჩაგიყრიათ, გეცოდინებათ, რომ ბევრის ჩაყრის შემთხვევაში ბრინჯი წყალს იცავს და მილები იჭედება. ასევეა ადამიანის ორგანიზმშიც. ამ ბიჭის ისტორიის ქვემოთ კომენტარებიდან ჩანს, რომ ხალხი დღემდე ჭამს ლაფშას და წერენ, რომ არაფერი მოსვლიათ. თუმცა ალბათ მიხვდებით, რომ დღეს თუ არა სხვა დროს შეიძლება სხვა შედეგი დადგეს, რაოდენობასაც გააჩნია და არ ღირს გარისკვად.